ბევრად უფრო ლამაზია ვიდრე რამდენიმე წლის წინ. მე აქ სულ დავდივარ, მაგრამ რა თქმა უნდა ვისურვებდი რომ ბევრად უფრო ლამაზი იყოს კიდევ ვიდრე დღეს. და არა მხოლოდ ვისურვებდით, ჩვენ ამისთვის ყოველდღიურად ვიმუშაებთ, მუხჩა უხრელად, რომ არა მხოლოდ გავამაზდეს საქაურობა, არამედ თითოეული თქვენგანი ცხოვრობდეს ბევრად უფრო უკეთესად. იმიტომ რომ მე არასდროს არ დამავიწყდება, რომ აჭარა განთავისუფლეთ თქვენ. როდესაც დაიძრენ აქედან მანქანებით ხალხი, ჩავიდა ქვემოთ და უთხრა მაშინელ მმართველებს, რომ საკმარისია ხალხის დაცინვა, ხალხის ხარჯზე ჯიბეების გასქელება, იქი დამთავრდა ყველაფერი და იქ დაიწყო ახალი ეპოქა აჭარისთვის და ესე იგი დანარჩენი საქართველოსთვისაც. ახლა შენდება სოფლიოში საუკეთესო საავადმყოფოები და არა სადღაც იქ, არამედ ჩვენ რაიონში, ჩვენ დაბაში, ჩვენ ქალაქებში, ჩვენ სოფლებში. და მართალი გითხრათ, თავის მოსოწონებლად დროც არ მაქვს, იმიტომ რომ მე თვითონ ვერ ვასწრებ ყველას გახსნას. ის კი არა რომ მივიყვანო კიდე და ვიღაცა ერთი და იგივე ადგილზე 200-ჯერ მივიყვანო და თავი მოვიწონო. ტყუილად ჩვენ არაფერს არ ვლაპარაკობთ. და ხელცარიერი ჩვენ არსად არ დავდივართ. მე არსად არ დავდივარ და ლევან ვარშალომიდი არსად არ დადის. მე ჩვენ ვიძახოთ რომ გამოვიყვანთ გზებს აჭარაში, გამოვიყვანთ ყველგან გზები. ჩვენ ვიძახოდით რომ ავაშენებთ სოციალურ ობიექტებს, ვაშენებთ სოციალურ ობიექტებს. ჩვენ ვიძახოდით რომ შევქმნით სოფლის მეურნეობის პროგრამებს, ვქმნით სოფლის მეურნეობის პროგრამებს. ჩვენ ვთქვით რომ შევქმნით ძალიან სერიოზულ დასაქმების კერას პირველ რიგში ბათუმში და ბათუმში დღედაღამე არ შენდება მშენებლობა, ეს რა თქმა უნდა დასაწყისია, მაგრამ ეს იქნება სოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და საინტერესო ქალაქი, მათ შორის დასაქმების კუთხით. ჩვენ ვთქვით რომ ეკომიგრანტებს ჩავუშვებთ წავიყვანთ აქედან და ჩვენ დავიწყეთ მშენებლობა ეკომიგრანტებისთვის და დავიწყეთ ამ მიმართულებით მოძრაობა. ერთ სიტყვით ყველაფერს რასაც ჩვენ თავს და თქვენ გვპირდებით. ჩვენი ღირსების საკითხია და თქვენ დამე რომ მოგვესწრებოდეს ამის საკითხია, რომ ეს ყველაფერი შესრულდეს ბოლომდე.